ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში სრულად დამარცხებულია, ამ და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. კობახიძის ინფორმაციით თელავის აეროპორტის და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2027 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2028 წელს დასრულდება. სასკოლო ფორმების 72%-ის პოლიესტერისგან შეიკერება 46 მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან დაიდო, თითო კომპლექტის ღირებულება 75-76 ლარია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით არიელის, ტაიდისა და პერსილის ბრენდით სარეცხთხუნილებს ქვემო ქართლის კუსტარულ საწარმოში აწარმოებდნენ. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება გრძელდება, ბრენტის მარკის საწვავით ფიურად 21%-ით $73-მდე შემცირდა, WTI კი $70 ივაჭრება. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო საქმე ნამბებს BMG-ს გუნდთან ერთად ნინო ტაბედაძე წარმოგიდგენთ. რა შედეგებს მიაღწია ოცნების მთავრობამ 2025 წელს პრემიერი ირაკლი კობახიძე ამ წუთებში პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს. ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ზუსტად 1 წლის წინ საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც დაიწყო ახალი ეტაპი. მისი შეფასებით, თვისობრივად გაუმჯობესდა და მართვის სისტემა, შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ერთწლიანი მუშაობის შედეგად ჯამში დაიზოგა 101 მილიონი ლარი. პრემიერი დღეს ირწმუნებოდა, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად დამარცხებულია და არავის შეუძლია კორუფციის ერთი ფაქტის წარმოდგენაც კი. ირაკლი კობახიძის მოხსენებაში სხვადასხვა საკითხებთან ერთად დღეს სახელმწიფო საწარმოები და იქ მიმდინარე ტენდენციებიც მოხვდა. პრემიერმა საქართველოს რკინიგზაში მასშტაბურ საკადრო და საოპერაციო ოპტიმიზაციაზე ისაუბრა და კომპანიის მოგების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ფოსტაზეც და თქვა, რომ მრავალი წლის შემდეგ წელს პირველად საქართველოს ფოსტა მოგებაზე გავა. მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი. რა თქმა უნდა, ეს ის თანხაა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. ასევე იყო ძალიან მაგარი პრაქტიკა, შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი კონკრეტული ბიზნეს პროცესები, რაც რკინიგზის ოპერირებას უკავშირდებოდა. ეს პროცესები დაუბრუნეთ საქართველოს რკინიგზაში და ამის ხარჯზე წლიურმა დანაზოგმა, ყოველწლიურმა დანაზოგმა შეადგინა, ან დამატებითმა შემოსავალმა შეადგინა 18,5 მილიონი ლარი. ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია, საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190,4 მილიონი ლარი. 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება და ეს მოხდა მხოლოდ 9 წლის ხარჯზე. საქართველოს ფოსტა იყო წამგებიანი ორგანიზაცია მთელი ამ გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა აქაც შტატების ოპტიმიზაცია, წლიურ ჭრილში დაიზოგება 2,9 მილიონი ლარი, 102 შტატი შემცირდა საქართველოს ფოსტაში და აქაც უკეთესად ფუნქციონირებს ამ შემცირების შემდეგ საქართველოს ფოსტა. ასევე დაგეგმილია 20 წამგებიანი სერვის ცენტრის ოპტიმიზაცია, აქედან დანაზოგი იქნება 1,100,000 ლარი. აქაც იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნეს პროცესები, დაბრუნდება ფოსტაში და ამის შედეგად ფოსტის ყოველწლიური დანაზოგი და დამატებითი შემოსავალი შეადგენს 14,2 მილიონ ლარს. ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ფოსტა წელს პირველად გავა მოგებას. წინასწარი ზომების გატარებით ივნისში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35%-ით შემცირდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ წლიური მოხსენებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გამრიცხვლიანების პროცესის დასრულების შემდეგ მთლიანად მოწესრიგდება ეს სისტემა. დღესვე პრემიერმა ენერგეტიკის სექტორში არსებულ რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება, თქვა, რომ ჩამოეწერა კომპანიებს 1 მილიარდ ლარზე მეტი. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში, ასეთი არსებითად 6 საწარმო, განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია. შედეგად ჩვენ ყოველწლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი. მთლიანობაში ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში გაუქმდა 979 საშტატო ერთეული, კიდევ ერთხელ დანაზოგმა შეადგინა თითქმის 25 მილიონი ლარი. ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია და საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამ ყველაფრის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 358 მილიონი ლარი. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხვლიანებას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ფართოდ გავაცანით ინფორმაცია. მოხმარება წლის განმავლობაში შეადგენდა 125 მილიონი კილოვატ-საათს
როდესაც მსგავსი ზომის მუნიციპალიტეტში მოხმარება შეადგენს ერთნიშნა მაჩვენებელს. ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით უკვე შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35%. ახლა კითხვა თემებით რითელ ასოციაციის ხელმძღვანელ სოფო ქაშაკაშვილის ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სურსათის ფასების შესწავლის საქმე ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამის შესახებ მან BMG TV-ს გადაცემა წერტილში განაცხადა. მისივე თქმით, სუსი რიტეილერებისგან პერიოდულად ითხოვს ვრცელ ფინანსურ დოკუმენტაციას და ანგარიშ ფაქტურებს, რაც კომპანიებისგან ადამიანურ და დროით რესურსს მოითხოვს. კარგი იქნება თუ სუსის გამოძიება მალე დასრულდება და ბიზნესს ეს პრობლემა მოშორდება, თქვა ქაშაკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სურსათის ფასების საკითხის შესწავლის დაწყებიდან თითქმის 9 წელი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის ფასების კომისიის დასკვნამ რიტეილ ბიზნესის მხრიდან ფასების ხელოვნური ზრდა არ დაადასტურა და გადაჭარბებულ ფასნამაძე პრემიერ კობახიძის ეჭვები გააქარწყლა. სუსში საქმე ჯერ კიდევ არ დახურულა. ჯერჯერობით არ არის დახურული და სხვათა შორის გამოწვევა ერთ-ერთი ჩვენი წევრებისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. პერიოდულად კი თან საკმაოდ ვრცელ და დიდ დოკუმენტაციას, იმიტომ რომ დოკუმენტბრუნვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა პროცესთან არის დაკავშირებული რიტეილში, თუნდაც ანგარიშ ფაქტურების გაგზავნა, ჩასწორება, დადასტურება, ასე შემდეგ და უზარმაზარი რესურსი არის საჭირო. ფაქტურად ფინანსური დეპარტამენტები არიან სულ ამით დაკავებული და ძალიან კარგი იქნება თუ ეს პროცესი მალე დასრულდება. სატრანსპორტო სფეროში ინფრასტრუქტურისა და ტვირთების მოზიდვის პრობლემის გადასაჭრელად კერძო სექტორის ინიციატივა შუა დერეფნის მონაწილე სახელმწიფო დათაშორისი საინვესტიციო ფონდები შეიქმნას, რაც ქართულ და ცენტრალური აზიის კომპანიებს შორის პარტნიორობას გაამყარებს. ამის შესახებ საუბარი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ლოგისტიკის და ტრანსპორტის სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს. როგორც BMG-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რეგიონში გაჩენილი ალტერნატიული მარშრუტები არა საფრთხეთ, არამედ შესაძლებლობად უნდა იყოს განხილული. ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა კი კრიტიკულია, რათა საქართველოს არ დაკარგოს თავისი ფუნქცია და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს. ძალიან სწორი იდეა იქნება, თუ კი ამ დერეფნის განვითარებაში შეიქმნება სახელმწიფოთა შორისი ფონდები, საინვესტიციო ფონდები, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და საქართველოს კომპანიების თანამშრომლობას აი ამ ფინანსური რესურსების გაჩენის შემდეგ ახალი პროექტების განვითარებისთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის მარტივი თემა, იცით რომ ინფრასტრუქტურას ის ვინც არ ვითარებს, მას სჭირდება მეტი დარწმუნებადობა, რომ ტვირთები იქნება. მეორე მხრივ ტვირთებს ვინც არ ვითარებს, მას სჭირდება რომ ინფრასტრუქტურა იყოს და ვერცხლი და ქათამის პრობლემის წინაშე ვდგებით ხოლმე, ამიტომ აქ სახელმწიფოთა შორისი ძალიან ძლიერია, თქვა საინვესტიციო რესურსების გაჩენა, სწორედაც ახალისებს როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ხელშეკრულება, რომელიც განათლების სამინისტრომ ჩინურ კომპანია Glory Textile Industries-გან გააფორმა. კონტრაქტი 45,600,000 ლარს შეადგენს და მის ფარგლებში 25 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების კომპლექტების შესყიდვა მოხდება, რაც მთლიანობაში 1,800,000 ერთეულს მოიცავს. აღწერის თანახმად მატერია, რომლისგანაც ფორმები შეიკერება, ძირითადად სინთეტიკური იქნება, უფრო დეტალურად მატერიის შემადგენლობაში 72% პოლიესტერია, 25% ვისკოზა, 23% კი ელასტინი. სასკოლო ფორმის კომპლექტში ბიჭებისათვის შედის პიჯაკი და 2 შარვალი, მათი ჯამური ფასი იქნება 74 ლარი და 73 თეთრი, გოგოებისათვის პიჯაკი, შარვალი და კაბა, ჯამური ღირებულებით 76 ლარი და 2 თეთრი. საქონლის მიწოდება 3 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე 301,000 ცალი განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს 25 აგვისტომდე, მეორე ეტაპი მოიცავს 600,000 ცალი კომპლექტის მიწოდებას 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე ეტაპი 900,000 ცალის 30 ნოემბრამდე. კომპანიასთან ხელშეკრულება ტენდერის გარეშე პირდაპირ მოლაპარაკებების გზით გაფორმდა ჩინურმა კომპანიამ საქართველოში შპს 2026 წლის მარტში დააფუძნა. პირდაპირ ეთერში ბრუნდებით 4:09-ზე დაგველოდით.